გოგუჭური, ასოციაცია CG Georgias თანაგამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. ამჟამად მუშაობ კომპანია გეოგრაფიკში. კომპიუტერული გრაფიკით ძალიან ღრმა ბავშვობაში დავინტერესდი, როდესაც ნელ-ნელა კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი მულტფილმები შემოვიდა და ხვდებოდი, რომ უყურებდი, ყოველთვის ხვდებოდი, რომ რაღაცა განსაკუთრებული არის. ეს არ არის ჩვეულებრივად დახატული მულტფილმი, ან თოჯინებით შექმნილი მულტფილმი და ანუ ყოველთვის მინდოდა, რომ ოდესმე შემძლებოდა რაღაც ეს მსგავსი რაღაცის გაკეთება. სფერო არის ძალიან მრავლის მომცველი, ანუ ძალიან ბევრ სფეროს ეხება. არქიტექტურა, რეკლამა, კინოინდუსტრია, თამაშები, ანუ ყველაფერი არის გაჯერებული კომპიუტერული გრაფიკით დღესდღეობით. კომპიუტერული გრაფიკა დღევანდელ მსოფლიოში არის ერთ-ერთი იმ ცოტაოდენი სფეროთაგანი, სადაც შენ პირდაპირ შეხება გაქვს ხელოვნებასთან, ანუ პირდაპირ შეხება გაქვს რაღაცის მოფიქრებასთან, მერე ამის განხორციელებასთან და აი რაღაცა განსაკუთრებული შექმნასთან. ანუ კრეატიული საქმიანობით არის გაჯერებული კომპიუტერული გრაფიკა. ანუ ძალიან ბევრს აქვს წარმოიდგინე, რომ კომპიუტერული გრაფიკა არის ვიღაცამ რაღაცა გრაფიკები იცის, კომპიუტერული პროგრამა იცის, რომელიღაცა აბსოლუტურად არ არის ესე. კომპიუტერული გრაფიკა არის ის სფერო, სადაც შენ შეგიძლია შექმნა ის, რაც შენია. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტი ნებისმიერი მიმართულებით, ანუ ორგანზომილებიანი იქნება თუ სამგანზომილებიანი, აკეთებს რას? ქმნის. ანუ ეს არის მთავარი საქმიანობა კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტის. შენ ყოველთვის ყოველდღე ქმნი რაღაცას. რაც შეიძლება მეტად ნაკითხი ადამიანი უნდა იყოს, რაც შეიძლება ბევრი რაღაცა უნდა გაინტერესებდეს და იცოდე რა. ეს არის რეალურად ანუ რა უნდა იცოდე. უფრო პრაქტიკულისკენ რო წავიდეთ, ანუ უფრო სახვითი ხელოვნებისკენ უნდა იყო მიმართული, ანუ რაღაც ფერთა თეორიაც უნდა იცოდე, რაღაცა ხატვა თუ გეხერხება მხოლოდ უკეთესი არის თქვა, ხო? რაღაცა ფიზიკის კანონებით საჭირო არის ხშირად ამ საქმიანობაში, მათემატიკა ძალიან ხშირად საჭირო არის. ანუ ეს არის ჰიბრიდული სფერო, რომელიც მოიცავს როგორც ჰუმანიტარულს, ასევე ტექნიკურ საგნებს. შესაბამისად, აი ძალიან მოქნილი ტვინის პატრონი უნდა იყოს, სხვანაირად გაგიჭირდება. კომპიუტერულ გრაფიკაში აუცილებელია, რომ შენ შეგეძლოს გუნდში მუშაობა, შენ შეგეძლოს ახალი ადამიანების გაცნობა, ახალ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება და მათთან მერე გუნდში მუშაობა. ანუ ამის გარეშე ძალიან გაგიჭირდება. გარდა ამისა, უნარი უნდა გქონდეს ადამიანს ახალი ინფორმაციის სწრაფად ახსნის და გადამუშავების, კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანი არის და კომუნიკაბელური უნდა იყოს აუცილებლად. ხშირად გიწევს არაკომპეტენტურ ხალხთან ურთიერთობა, რომელსაც ძალიან რთულია გააგებინო ის, რაც შენ იცი და მათ არ იციან. სიმშვიდე გმართებს და ძალიან რთული არის ფსიქოლოგიურად გაუძლო ამას, მაგრამ გაუძლებ თუ შენ გიყვარს ეს საქმე. აი ეს არის მთავარი უპირატესობა და მთავარი პრობლემები ამ პროფესიის რეალურად რა. დამღლელი არის იმიტომ, რომ შენ სულ ემოციურად იხარჯები და სულ ტვინი მუშაობს, შეიძლება ფიზიკურად რაღაც აგურებს არ ათრევ, მაგრამ ძალიან მიღლები, სულ ზიხარ თითქმის და უნდა აკონტროლო შენი ჯანმრთელობა და უნდა გაუძლო არაკომპეტენტურ ხალხს. კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტისთვის დასაქმება, როგორც ასეთი კარგი სპეციალისტისთვის დასაქმება პრობლემა არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სფერო აბსოლუტურად თავისუფალი არის საზღვრებისგან. ანუ შენ თუ ცხოვრობ საქართველოში, ცხოვრობ ჩინეთში, ცხოვრობ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად იგივე არის შენთვის, იმიტომ რომ შენი დასაქმების არეალი არის მთელი მსოფლიო. თითქმის ყველა კომპანიას ჭირდება ერთი ადამიანი მაინც, ვინც კომპიუტერული გრაფიკის რომელიღაცა სფეროში რაღაცას აკეთებს, ხო? ანუ ვიღაცას სავიზიტო ბარათების გაკეთება ჭირდება, ვიღაცას პოსტერის გაკეთება ჭირდება, ვიღაცას ანიმაციის გაკეთება ჭირდება. ანუ PR-ისთვის ყველაზე მომგებიანი იარაღი ერთ-ერთი არის ვიზუალური მასალა და ვიზუალური მასალის შექმნისთვის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი არის კომპიუტერული გრაფიკა. ყველა ვინც ამ სფეროში რაღაცის გაკეთებას აპირებს და თქვა სწავლას აპირებს კომპიუტერული გრაფიკის, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენ იმუშავებთ გუნდში, საკმაოდ დიდ გუნდში და აუცილებლად გადაწყვიტეთ ზუსტად რომელი მიმართულება გაინტერესებთ, რომ ყველაფერს არ მიად მოედოთ, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულს აირჩევ და კარგი სპეციალისტი გახდები ამ სფეროში.